მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ნეომედი ეკასუხიშვილთან ერთად. Ამ გადაცემის ყურება თქვენ შეგიძლიათ ყოველ შაბათს საღამოს 7 საათზე NEO TV G-ზე. დღევანდელი გადაცემა ეხება სამედიცინო მომსახურება და ექთნის როლის სკოლებში. ჩვენი გადაცემის სტუმარი არის მეცნიერებათა სკოლის ექთანი ნონა ოქროპირიძე. ნონა, მოგესალმები და დიდი მადლობა, რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ შეიძლება ითქვას, ნონა უკვე მრავალწლიანი გამოცდილებით ემსახურება მეცნიერებათა სკოლას და შეიძლება ითქვას უდიპლომო ექიმია, უბრალოდ სტატუსი აქვს ექთნის, თორე ჯერ არ შემცდარა დიაგნოზში და პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს, არ ვიცი, ძალიან პროფესიონალ დონეზე. ნონა, ჩვენ ყველას გვაინტერესებს წარმოგვიდგინო საკუთარი თავი, როგორც ექთანმა. რამდენად ღირებულია თქვენთვის პროფესია ექთანი? მოგესალმებით, მივესალმები NEO TV-ს მაყურებელს. პროფესია ექთანი არის ძალიან ღირებული და ასევე არის ძალიან საპასუხისმგებლო, მით უმეტეს, როდესაც უშუალოდ ბავშვებთან გაქვს შეხება, უფრო მეტად საპასუხისმგებლოა, რა თქმა უნდა. 6 წელია ხართ მეცნიერებათა სკოლის ექთანი. ძალიან სიამოვნებით და სიყვარულით ვიმსახურები მეცნიერებათა სკოლას. ყავს ძალიან სასიამოვნო და საყვარელი არაჩვეულებრივი ბავშვები. ნონა, ექთნის როლი სკოლაში რა ფუნქციები ავალია? იმიტომ რომ ძალიან ბევრს გონია, რომ ექთანი არის მარტო ის, რომ მოემსახუროს ბავშვებს რაიმე ტრავმის შემთხვევაში ან რაიმე პრობლემის შემთხვევაში, რაც უამრავია, მაგრამ კონკრეტულად რა როლი აქვს ექთანს სკოლაში? ექთანს მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი როლი და პასუხისმგებლობა აკისრია. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველი დილა იწყება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებით და მისი მონიტორინგით. ექთნის როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ექთანს ევალება როგორც ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ასევე ევალება ჰიგიენის შემოწმება, ასევე კვებითი ბლოკის შემოწმება, კვების ჰიგიენა, ვადები, ანუ უშუალოდ პროდუქტის ვადების შემოწმება. რადგან ჩვენ სკოლაში არის ორჯერადი კვება, აქედან გამომდინარე აუცილებელია ჰიგიენის და ვადების გადამოწმება. ექთანი გარდა იმის, რომ ჰიგიენას ამოწმებს, ანუ გამოდის, რომ თქვენ აწარმოებთ მონიტორინგს მთლიანად სკოლაში. დავიწყოთ ჯერ ბავშვებით. აი, რა შემთხვევებია სკოლაში ძირითადად? რა დახმარებას უწევთ ბავშვებს? რა თქმა უნდა, დილიდანვე ვიწყებ ბავშვების მონიტორინგს და შემოწმებას. თუ ბავშვს სკოლაში მოსვლის შემდგომ აღენიშნება ტემპერატურა, სიცხე, სურდო გაციება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვუკავშირდებით მშობელს, გამოვიძახებთ, მანამდე ბავშვი იმყოფება ჩემთან, ჩემი დაკვირვების ქვეშ. სამედიცინო ოთახში, კი ბატონო, იმყოფება ჩემი დაკვირვების ქვეშ. შემდეგ, რა თქმა უნდა, მიყავს მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს. რა უფლება აქვს ექთანს? დაუშვათ, აი, უფრო ხშირად რა შემთხვევები ხდება? ეს ვირუსი გასაგებია, რომ აკონტროლებთ. როგორც ვიცი, ჰიგიენას აკონტროლებთ კიდე ბავშვებისას აუცილებლად და აქედან გამომდინარე საკმაოდ კარგი სიტუაცია. ჩემი სამუშაო მოიცავს როგორც გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფ რეაგირებას, ასევე მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს, როგორიცაა ჰიგიენის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, დაავადებების პრევენციის გავრცელების შესახებ. ბავშვი უნდა იყოს სრულიად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. ბავშვიც და მშობელიც, რა თქმა უნდა. რა უფლებები გაქვთ თქვენ? აი, მოხდა რაიმე ისეთი ტრავმა მიიღო ბავშვმა, გაქვთ თქვენ უფლება, რომ მშობლის დაუკითხავთ, მედიკამენტოზური დახმარება გაუწიოთ, ანუ რა პროცესს გადიხართ? კი ბატონო, ჩვენ როგორც ექთნებს უშუალოდ არ აგვაქვს მედიკამენტის მიღების უფლება, არც მშობლის თანხმობით და არც მის გარეშე. ჩვენ შეგვიძლია როგორც ექთნებს, სკოლის ექთნებს, შეგვიძლია მხოლოდ გადაუდებელი დახმარების
გამოძახება, თუ არის ეს საჭიროების შემთხვევაში. ექთნის როლი ძალიან დიდია სკოლაში, იმიტომ რომ ექთანი არა მარტო ბავშვებს ზრუნავს, არამედ ზრუნავს ჰიგიენაზე, მით უმეტეს სკოლას, რომელსაც კვების ობიექტი აქვს, ვადებზე პასუხისმგებელია პროდუქტის ჰიგიენაზე და თანამშრომლებზე იქ მომუშავე ეს ჰასპის სტანდარტებიც აუცილებლად მოიცავს. აი იმ შემთხვევაში თუ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს, არის ხოლმე დავუშვათ კი გასაგებია რომ ვირუსულ ინფექციების პრევენციას აკეთებთ რომ გავრცელება არ მოხდეს. რაიმე შემთხვევაში, აი ტრავმის შემთხვევაში, ან მუცლის ტკივილი, ან არის ხოლმე ღებინების შემთხვევა, ან სახლიდანვე მოდის ეგრე, ან რაღაცა ვირუსმა გამოიწვია, აი პირველად სამედიცინო დახმარებას თუ უწევთ, თუ რა პროცესს გადიხართ? ანუ არის კი ბატონო, არის შემთხვევები, როდესაც პირველად სამედიცინო დახმარებას ვუწევ, ეს ძალიან მინიმალური შემთხვევებია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მოითხოვს საჭიროება, თუნდაც აი ტრავმის შემთხვევაში ვურეკავთ თავისთავად ჯერ პირველი მშობელს, ვატყობინებთ და მშობლის თანხმობით, თუ არის ტრავმა, ამ შემთხვევაში ვიძახებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს უფლება ან მედიკამენტის მიცემის ან სხვა. ანუ თქვენ რო გადაწყვეტილება მიიღოთ და მისცეთ. ან მშობელი თუ იქნება თანახმავ? არა, მაინც არა გვაქვს ჩვენ მედიკამენტის მიღების უფლება, არც მშობლის თანხმობით და არც ისე გვაქვს მხოლოდ მშობლის გამოძახების უფლება და გვაქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების უფლება მხოლოდ. აი იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ არიან ბავშვები, აი ალერგიული ფონი აქვს და მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებენ, არიან ბავშვები აი შაქრიანი დიაბეტით მაგალითად ან რაიმე სხვა ქრონიკული დაავადებით. ამ შემთხვევაში როგორ ხდება სკოლაში, თქვენ როგორ უზრუნველყოფთ ამ ბავშვების, დაუშვათ იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ესენი სკოლაში არიან დაყოვნებულები, თქვენ გაქვთ დაუშვათ მისი მართვის საშუალება ან უფლება, რომ მართოთ მათი დაავადება. უშუალოდ ბავშვი, როდესაც მოდის სკოლაში, გვაქვს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, ყველა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, თუ საჭიროებს რაიმე დახმარებას, მშობლის თანხმობით ერთად მართავთ სიტუაციას. ჩემ ბავშვობაში აი ყველაზე საყვარელი ადგილი იყო ექთნის ოთახი. რაღაცა შევდიოდით ხოლმე იქ, რაღაცა განვიხილავდით სკოლის ამბებს. თქვენ შემთხვევაში როგორ არის სკოლაში? ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობას, როდესაც ბავშვები მენდობიან. ეს არის ჩემი პრიორიტეტი, ასე ვთქვათ, აი ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ბავშვები გამოხატავენ ჩემს მიმართ ნდობას. ბავშვებს ჩვენთან მოსვლის არ უნდა ეშინოდეთ, რა თქმა უნდა გრძნობდნენ, რომ მე მათ ნებისმიერ დროს დავეხმარები, ნებისმიერ სიტუაციაში. და უნდა გქონდეთ ჩემი იმედი. ამიტომ ეს ფაქტი, რომ აქვთ ჩემი იმედი და შემომცქერიან ძალიან სიყვარულით და ძალიან თბილი თვალებით, ძალიან მაბედნიერებს. ეს მნიშვნელოვანია, თეთრი ხალათი ზოგადად ძალიან ეშინიათ ბავშვებს და ძალიან ემოციებში არიან. მე როგორც ვიცი, უმიზეზოთაც ხშირად ჩამოდიან ხოლმე და რაღაცა ვითომ ისეთი კი, მეთქვი ხოლმე რომ მოგენატრეთ თქო ამ შემთხვევაში. მოდიან ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ იმიტომ რომ აი გაკვეთილიდან გამოვიდეს ან ეგთან იყოს რაღაცა თითქოს იტყუებიან, რომ ვითომ მუცელის ტკივა, კბილის ტკივა, თუ ატყობ ამ შემთხვევაში, რომ რაღაცას გატყუებს ბავშვი. თვალები ძალიან სხვანაირად უციმციმებთ ამ შემთხვევაში და სხვანაირად მეჭორავებია და გრძნობ, რომ არ უნდათ გაკვეთილზე ყოფნა, მეც ცოტა ხნით ვუწყობ ხელს, ვუკეთებ განტვირთვას, ვესაუბრები და შემდეგ ვაბრუნებ ბედნიერი გაკვეთილზე. ენერგია მიცემული, იმედია ეს ხშირად არ ხდება. ვცდილობთ, რომ ხშირად არ იყოს. ნონა, თუ გაქვს ესეთი პრაქტიკა, რომ დაუშვათ ბავშვებს ასწავლო პირველადი სამედიცინო დახმარების უნარჩვევები, რომ მაინც 1000 რაღაც ხდება, ხო, ცხოვრებაში და რაღაც ელემენტარულს თუ სწავლობენ ესენი. კი ბატონო, ქონია
ერთ-ერთი ესეთი პროექტი, ჩვენ მასწავლებელთან, ბუნების მასწავლებელთან ქონდა პროექტი, სადაც მულაჟებთან გავიარეთ ეს პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები, გავატარეთ ბავშვები და ძალიან ისეთი მონდომებით, ინტერესით უსმენდნენ და აკვირდებოდნენ როგორ ხდება და რომ უნდა იცოდნენ და აუცილებელია ზოგადად ცხოვრებაში და უნდა იცოდნენ პირველადი სამედიცინო დახმარება როგორ ხდება. კი ბატონო, ვაწარმოებთ ასევე ხშირი საუბრები გვაქვს ხოლმე ჰიგიენასთან დაკავშირებით, შევდივარ კლასებში, თითოეულ კლასში. ხშირად ვესაუბრები ჰიგიენასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ესეთ ხშირ დაავადებებზე, როგორ უნდა მართონ, ვთქვათ, ვირუსი, რა უნდა მოიმოქმედონ. ჰიგიენასთან დაკავშირებით, რომ ხელების დაბანა ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ასევე ჯანმრთელი ცხოვრების წესი, როგორ უნდა შეთანხმების თანამედროვე თაობა და ეს პატარები ბევრად უფრო მოტივირებულები არიან და კოვიდმა ერთი კარგი საქმე გააკეთა, სულ ამბობ ხოლმე, რომ ასწავლა საზოგადოებას ხელების და კი ბატონო, გეთანხმებით, მეც ხშირად აღვნიშნავ მაგას, და ხშირად გვიწევს ესეთი საკითხების განხილვა, თვეში ერთხელ მაინც ყველა კლასთან გვიწევს ამ საკითხის განხილვა, თითოეული საკითხის და ვფიქრობ, რომ ძალიან მონდომებით, ინტერესით უდგებიან მე ამ საკითხს. ნონა, რამდენად რთულია იყოს სკოლის ეგთანი? რთული ვფიქრობ, რომ არ არის, იცით როგორ არის, საპასუხისმგებლოც არის, მაგრამ თან ძალიან სასიამოვნო და შედარებას რო აკეთებ, ახლა ვიცი რომ პრაქტიკები გავლილი გაქვს სტაციონარში, ხო? აი შედარებას რო აკეთებ, სკოლა თუ სტაციონარი, აი არჩევანი რო იყოს, რას იზავდით? მომდა სკოლა, ბავშვები ჩემთვის ყველაფერია და მათთან ურთიერთობა ყველაფერია, ასე ვთქვათ, სკოლა მაინც ბავშვებთან ურთიერთობა არის სულ სხვა мотивация, სულ სხვა იმედი, რაღაცა განსაკუთრებულია ბავშვებთან ურთიერთობა და ბავშვების ეგთანი რომ ქვია, ვარ ამით ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი. ყველა ბავშვი არის თავისებური, ყველას აქვს თავისი ხასიათი, ზოგი ჰიპერაქტიული, ზოგი ისეთი მშვიდი, წყნარი. აი როგორი მიდგომები გაქვს დაუშვათ, რანაირად ახდენ კომუნიკაციას ამ ბავშვებთან, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ზუსტად შენი დახმარებით საკმაოდ უსაფრთხო გარემოა მეცნიერებათა სკოლაში, იმიტომ რომ დიდი როლი გაქვს როგორც ეგთანს ამ სკოლის უსაფრთხოებაში და აი მიდგომები როგორი გაქვს ამ ბავშვებთან? როგორი ბავშვები გხვდებიან და რას აკეთებ? ყველა ბავშვს ვუდგები ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა. ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, ამიტომ სჭირდებათ ინდივიდუალურად მიდგომა. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ სკოლა არის ის გარემო, სადაც თავს იგრძნობს უსაფრთხოდ, დაცულად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვუქმნით ისეთ გარემოს, სადაც ნამდვილად გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. მეცნიერებათა სკოლას აქვს ის სერვისი, რომ ბავშვები აქ იკვებებიან და ეს ზოგადად ბავშვის კვება ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში, იმიტომ რომ ნაკვები ბავშვი უფრო ორიენტირებულია სწავლაზე, უფრო კარგ აი ხასიათიც კი უკეთესი აქვს და მაინტერესებს ახლა ჰასპი დანერგილია ეს სტანდარტია და აუცილებლობაა და ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს. თქვენ როგორც ეგთანი, აი რას აკეთებთ დაუშვათ სამზარეულოში, რას ამოწმებთ, როგორ იქცევით? კი ბატონო, დავიწყოთ იქიდან რომ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ჰასპია დანერგილი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. ჰასპი როა დანერგილი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენთან არის ჰიგიენაც, პროდუქტიც, ანუ ყველაფერი არის შემოწმებული. ასევე უშუალოდ მე ხელმძღვანელობ ამ პროექტს, ჰასპის ჯგუფის ლიდერი ვარ. აქედან გამომდინარე ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, მოწმდება ჰიგიენიდან დაწყებული, საკვები პროდუქტების ვადებით, ტემპერატურული რეჟიმებით, ანუ ყველაფრით შემოწმებულია და თავისთავად ჰასპიც რო შემოდის შემოწმებაზე, ვფიქრობ, რომ არც ერთი შენიშვნა არ მიგვიღია ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს უკვე ერთ-ერთი დადებითი მომენტია.
ჩვენი სკოლისთვის. ჯანსაღი ყვება, ჯანსაღი მომავალი თაობა და მომავალი თაობა კიდე ძლიერი სახელმწიფოა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. საინტერესო საუბრისთვის, იმისთვის, რომ ზოგადად იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა და საზოგადოებამ ექთნის როლი და საერთოდ სამედიცინო მომსახურების როლი, უფლებები, ვალდებულებები სკოლაში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ცოტა ირევა ხოლმე და ვერ ერკვევიან, რომ შუათ რისი უფლება გაქვს, რისი არ გაქვს, შეიძლება ზოგჯერ უკმაყოფილოც იყვნენ ან ზედმეტად კმაყოფილები და ძალიან კარგია რომ ჩვენ გავაცანით ჩვენ მაყურებელს რომ რისი უფლებები გაქვთ რა დახმარებას უწევთ და თქვენ არა მარტო ექთანი ფსიქოლოგიც ხართ იმ ურთიერთობებით ზოგადად სკოლა მთლიანად თავისი შემადგენლობით ფიქრობ რომ შეთავსებული აქვს თითოეულს ფსიქოლოგიური მომენტები ბავშვებთან ურთიერთობაში და ამისთვის დიდი მადლობა იმისთვის რომ ხარ ესეთი ძალიან ყურადღებიანი და ძალიან ყველა დაწესებულება მინატროს ესეთი თანამშრომელი მადლობა ამისთვის მე კი შეგახსენებთ რომ ეს იყო გადაცემა ნეომედი ეკასოხიშვილთან ერთად ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო მეცნიერებათა სკოლის ექთანი ნონა ოქროპირიძე გვიყურეთ ყოველ შაბათს საღამოს 7 საათზე ნეო ტივ ჯიზე ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე